ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენ უჩვეულო სტუმარი ნამდვილად არ გვყავს, ჩვენი სტუმარია ჩემი გადაცემის სტუმარია ერმილე რემსაძე, ომის ვეტერანი, სამხედრო ექსპერტი, ბლოგერი, პუბლიცისტი. მოგესალმები ერმილე. მოგესალმებით ნიკოლოზ. ჩვენ დავიწყეთ ეთერის სხვა არხზე, ეს არის ახალი არხი მეგობრებო ჩემი, უნდა გითხრათ და მინდა რომ ეს არხი გამოიწეროთ წინ არხებთან დაკავშირებით ის სიტუაცია გვაქვს რომ უბრალოდ მონეტიზაციის ჩართვა გჭირდება ამ არხზე, რათა შემდგომში გარკვეული გაძლიერება მოხდეს ფინანსურად ამ არხსა და ამიტომაც იქ შეუძლებელი იყო ამის გაკეთება და ამიტომაც აი 34,000-იანი არხის დატოვება მოგიწია, ის დარჩა ის არხი, რაც არის ძველი არქივით და გვიხდება უკვე აქ საუბარი. ერმილე, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, როგორც დავანონსეთ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. ვინაიდან სტუმარი ხარ დღეს ჩემი გადაცემის, მინდა რომ შენით დავიწყო. პროვოკაცია მოხდა კახეთში, ძალიან ძილი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს, რუსულ მედიაში იყო გაშუქებული ძალიან ფართოდ. ზატულინმა გააკეთა განცხადება ამის თაობაზე გოსდუმის დეპუტატმა და შეშფოთება გამოთქვა. სოციალური სივრცე წალეკილი არის ამ რუსი ბლოგერებისა და აი ამ გარკვეული რა ქვია ტიკტოკერებისა და სოციალური რაღაცა მუშაკების მიერ თუ უკვე აღარავის აღარ უნდა საქართველოს ჩასვლა 90,000-მდე ბრონი იქნა გაუქმებული. ქვეყანა უახლოეს მომავალში განიცდის კატასტროფულ ფინანსურ შედეგებს, იმიტომ რომ ტურისტები ფაქტობრივად უკვე მარტო რუსეთიდან კი არა, პოსტსაბჭოურ სივრციდან აღარ ჩამოვლენ, იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც ესე ქალებს უსწორდებიან, არავინ არ ჩამოვა. ეხლა გასაგებია რომ ქალებს ესე ყოველდღიურად არ უსწორდებიან რუს ქალებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსოფობია ამ ქვეყანაში რომ არ არის და არავინ არ ასრულებს, ეს ხო ფაქტია. შენი შეფასება მომხდარზე და შემდგომ პროცესებზე. მოგესალმები კიდევ ერთხელ ნიკოლოზ, აყურებლებს თხოვ, გამოიწერონ შენი არხი, რათა გაძლიერდეს თავისუფალი სიტყვის და დამოუკიდებელი სიტყვის სივრცე, რომელიც ასე არის დახშული და მოწამლული საქართველოში. რაც შეეხება ზოგადად აი ამ კონკრეტულ ფაქტს, აი ამ ფაქტმა ხო იცი რაღაც დაშტი გატყდა ხმა გავარდაო რო არის ნათქვამი, აი ესეთი ასოციაცია მაქვს მე პირადად უამრავი პრობლემა გამოაჩინა ამ ვითომ საყოფაცხოვრებო თემაზე მომხდარმა პრობლემამ და კონფლიქტმა და მე უბრალოდ ჩამოვთვლი ამ ყველაფერს. პირველ თავარი რა ყოფილი პრობლემის დონეზე გამოწვეული გამოჩნდა ის რომ ქართველობა, ქართველი კაცი, ქართველი ადამიანის ბუნება გამოჩნდა რომ მას არ შეიძლება მიიღოს სტუმარი ნორმალურად, იწვიოს თუნდაც სუფრასთან, იქნება გამოსწორება და მამილოსნები ქართველმა კაცმა, კავკასიელმა კაცმა შესაბამისი ყურადღებით, შესაბამისი პატივისცემით მიიღოს და მისგანაც მოიწმინდა თუ რაღაცა თუნდაც ზედმეტი მოხდება, ეს ერთი შესაბამისი პატივისცემით. მეორე, რაც შეეხება ესა ზოგადად ქვეყანაში არსებული დაბალი სერვისი, დაბალი ხარისხი და რომ სასტუმრომ და ამ ყველაფერმა ვერ შეძლეს თავის დროზე ამ ინციდენტის განმუხტვა და ეს ხუთვარსკვლავიანმა სასტუმრომ ვთქვათ, მესამე და ყველაზე საშიში, რომელიც მე მიმაჩნია, ესაა ნომერ პირველი პრობლემა. საქართველოში არსებული საზოგადოებრივი განწყობა, რომელიც არის თავიდან ბოლომდე მართვადი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მთავარი სამიზნე არის რუსულ-ქართული ურთიერთობების დაძაბვა და ამ ყველაფრის საბოლოო ჯამში ომში გადაყვანა. ამ ყველაფრის ესე რომ ვთქვათ, აღმაფრენა, რასაც შემდეგ მოყვა თბილისის ქუჩებში პირდაპირ ეთნიკური ნიშნით ფაშისტური ელემენტების გამოვლენა, ახლა პოლიტიკოსის ამბავია, მაგრამ საკითხი ის რომ ერთ და ეთნიკური ლანდშაფტს აგებო და აქაც ძალიან საინტერესო მომენტი სახელმწიფო ინსტიტუტების სრულიად ესე რომ ვთქვათ, უნარობა, როდესაც თუნდაც თბილისის ცენტრალურ გამზირზე მეტეხის ხიდთან და იგივე აღმაშენებლის
ქუჩაზე დადით ეს ბროდი მე ამ სიტყვას ვიხმარ ამ ხალხის მიმართებაში და იგინება ირანდება იფუთხება უპიროპირით მიდიანი ტურისტებთან რომლებიც საქმეშენ როსატარებში და უკრაინელი არ ამნიშნულობა აქვს თავარი პრობლემა ის არის რომ რუსულ ენაზე ლანძღვა გინება და 1000 უბედურება და პოლიციამ ყველაფერს უყურებს პოლიცია რომელიც ინტერნეტში დაძდევს ასე რომ ვთქვათ ვინ რა დაწერა ვინ რა დააკომენტარა და იმას 4000 ლარი ჯარიმა იმას პატიმრობა იმას ეს იმას ამას ქუჩაში პირდაპირ რეალურ სივრცეში ხელს არ უშლის და მეოთხე რაც თავარი უცხო ქვეყნებში იგივე დასავლურ პრესაში და იგივე ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ინფორმაციის მაქსიმალური კულტივირება და სტიმულირება, ანუ ძალები, რომელიც ის ლიბერალური ძალები, რომელიც არიან პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის უამრავი არიან რუსეთში, მათ მიერ ამ ყველაფრის იმპულსაცია და გავრცელება ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ აი საქართველოში ხდება, როგორ ხდება და ანტირეკლამა საქართველოში, ანტირეკლამა ქართველების და ინდონეზია ყველაფერი ბრიტანეთის BBC რომელიც ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დაახლოებით 40 წუთიანი პოდკასტი დაუთმო ამ მოვლენას რომელიც შეიძლება ყოველდღე ხდებოდეს ევროპაში ესეთი რაღაცეები ნამდვილად ახლა გუშინაც გეიპარაზე ვიყავ და ერთი მოკლა და ორი დახოცა და მაგაზე არ ამწყდა ერთი ცივილკივილი აქ რომ მოხდა ამიტომ ამან აჩვენა თვითონ ჩვენი საზოგადოების სახელმწიფოს და სოციუმის დეგრადირებული სახე და მე რა თქვა მინდა ამას ისეთი საშიში ტენდენცია რომელმა საშიშმა ტენდენციამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთ-საქართველოს ახალი ომი რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააქრობს სოფლიო პოლიტიკაში ეს შეფასება შეიძლება მე გავუკეთო მოკლედ მე ახლა ერთ რამეს გეტყვი აი მე რასაც უყურებ ეს არის ყველაფერი იმით გამოწვეული რომ ამ ქვეყანაში არავის არ უნდა ამ რუსოფობის დასრულება იმიტომ რომ ეს ისეთი თემა არის რომ ყველას ეშინია ამისი აი ჩვენ ვხედავთ სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო რუსოფობია მაგრამ თუ დამეთანხმები ახლა ერმილე ესეთი რუსოფობია არ ყოფილა სააკაშვილის დროს როგორც ახლა არის ყვავილებით იდგა ეს კაცი მე ხა სააკაშვილის კი არ ვიცავ კაცო ღმერთმა დამიფაროს უბრალოდ ამან სააკაშვილმა გააკეთა ყველაფერი უბედურება ამ ქვეყანაში მაგრამ რომ მიხვდა რომ ვერც ევროპას ვერც ამერიკელებს ვერ ჩამოიყვანდა ლარსე დადგა გვაზდიკებითა და ვარდებით და ეუნებოდა რუსებს რომ თქვენი ჭირიმე ჩამოდი თქვენ გენაცვალე დღეს ახლა ეს აი სახელმწიფო მედიაში და ეს ისინი ეს რაღაცა საინფორმაციო სივრცეში ვხედავ სააკაშვილის აი ამ ვიდეოს და მე რა მაგითი ეს ამათ გონიათ ახლა სააკაშვილის გაშავება პირიქით ეს იმას ნიშნავს რომ ეს სულელი სააკაშვილი მიხვდა იმას რომ რუსი ტურისტების გარეშე ქვეყანა ვერ იწოცხლებდა და თქვენ კიდევ ვერ ახერხებთ იმას რომ რუსოფობია დაასრულოთ ანუ თავისი საზიანო ვიდეოებს ავრცელებენ თავისივე საზიანოს იმიტომ რომ გახსოვთ ვაშაძეს დაავალა 2008 წლის ომის მერე ჩადი მოსკოვში და კონცერტები გამართებოდა თეთრი ფურცლიდან დავიწყოთო იქ ლარსე იდგა იქ შედიოდა იქ სამ ტურისტულ ცენტრებში და რუსებს გულში იხუტებდა ის ჩამოიყვანა ქსენია სოვჩაკი და ვიღაცა კიდე ერთი ჟურნალისტი და რა ვიცი მე რამდენჯერ დაამთავრა იქ მათთან სოკოლოვა ურთიერთობების სხვაგვარად ეს კაც მარიჭის ეხლა ყველაფერი უბედურება შეიძლება დააბრალოს სააკაშვილს მაგრამ ქალებისკენ ნამდვილად იწევდა და ეხლა ვერავინ ვერ იტყვის რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყო და ის ქსენია სოვჩაკი და ისინი მართლა იმისთვისაც ჩამოიყვანა შეიძლება და იმისთვისაც ჩამოიყვანა რომ ენახებინა ხალხისთვის აი რუსებისთვის რომ აი ჩვენ რუსებს როგორი ბიჭო ერთხელ იმ დაწერა ერთმა სოციალურ ქსელში ქალები ჩამოდიან აქაო რაღაცა სიყვარულის აძიებლათო თან უფასოთო და თქვენ იმნაირებო ვერ შეიღირსიეთ ეს ამ ქალების ჩამოსვლაო ესე იგი არ ვიცი როდემდე შეიძლება ეხლა იმ დღეს ვიდეო ვნახე ყაზბეგთან ახლოს არის ესეთი ბარი ჩამოკიდებული პუტინი არის იმითი იქ მე შეურაცხყოფელი ისინი
რუსების, მერე თუ არა მასშვები, რა ქვია, ოკუპაციას თუ არ აღიარებ, ხინკალს და იმას ხაჭაპურს არ გაჭმევენ, ბიჭო, სახინკლეში შევდივარ, მაგის იმისი არ იყოს თუ პარლამენტში შევდივარ, კაცი, მშიერი კაცი რომ მოდის და იმას თხოვ შენ აღიარებას და არ აღიარ, სულ ფეხებზე არ კიდია, იმას ჩამოდის ფული დახარჯოს. აი, საგიჟეთში მცხოვრობთ, აი გეუბნები, ესეთი საგიჟეთი საქართველოს კარგახანი არ ქონია და არ ვიცი, აი მე ვფიქრობ, რომ უკვე აი ამ იმ 9 წელმა, ამ 14 წელმა გამოიწვია ის შედეგი, რომ აი ეს ხალხი გადააგვარა. ალბათ სხვა ქვეყნებშიც იგივე მოხდებოდა, ეხლა ქართველებს ნულანძღავთ ჩვენ, იმიტომ რომ გერმანიაშიც რომ მოხდარიყო და იტალიაშიც იმაზე უარესი მოხდებოდა. კიდე კარგად არის ეს ქვეყანა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ხელისუფლება იჩენს რაღაცა პოლიტიკურ იპოტენციას, იმიტომ რომ თან უნდა ფული. ანუ ესე იგი, ქალი რო გინდა, იპოტენტი რა არის? ეხლა ქალი რო გინდა და ვერ ახერხებს სექსუალურ იმას, ურთიერთობას. ხო და ესენიც ეგრე არიან. თან უნდათ ეს ის არა ქვია რუსები, მაგრამ იმის გაკეთება არ უნდათ, რომ ამ რუსებს პირობები შეუქმნან და ეს არის პოლიტიკური იპოტენტიზმი, სხვა კი არაფერი არ არის, კაცო. შედალოცილო, თუ გინდა ის რომ შენი სასტუმროები აავსო და ღვინო გაყიდო, ის ტურისტებს პირობები ხო უნდა შეუქმნა რა. მე არც სასტუმრო გაქვს, არც შენ გაქვს სასტუმრო, არც ღვინო სხვასხამდა, რა ვიცი, აბა. ნიკოლოზ, სწორი შეხედულება მაგ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილის დროს იყო თვითონ რუსეთის იმპერიის და პოლიტიკოსების მიმართ არ ნახული რაღაც გულისამრევი პროპაგანდა, ანტიპროპაგანდა, ანუ ლილი პუტინით დაწყებული და დამთავრებული, რა ვიცი, ახლა ურდოს დაძახება და 1000 რაღაცა რუსეთის იმპერიისთვის, მაგრამ ხელოვნური იყო შეიძლება ეს ყველაფერი რუსი ხალხისთვის თურმე პირიქით საქართველოს გახსნილია და შენი ჭირიმე შენ გენაცვალე ლარსზე, არა მარტო ლარსზე ხდებოდა, ყაზბეგზე ადიოდა რუსებთან ერთად და რუსულ-ქართულ დროშას კიდებდა 1000 რაღაცებს რუსულ ბიზნეს საქართველოში მივესალმებით და შენი ჭირიმე შენ გენაცვალეო და ეს დღეს რო არიან ხოსტარია და ეს კაპანაძე და ესენი რუსოფობები რო არიან ეს ხალხი პირიქით იძახდნენ რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა გვინდა, ეს გვინდა რუს ხალხს მივესალმებით, იქამდე შაშკინი მართალია ებრაელია, მაგრამ წარმოშობა აქვს რუსული გვარის და ისიც თავდაცვის მინისტრად დანიშნა, კაცო, რომ ჩვენ და რუსი ხალხი თავდაცვის მინისტრია, მასე კი არა აქვს საქმე. მოკლედ, ბატონო ნიკოლოზ, საქმე იმაში იყო, რომ ასეთ პიარს მიმართავდა მიხეილ სააკაშვილი. და ნამდვილად როდესაც შეიცვალა სიტუაცია და როდესაც ესენი გადავიდნენ ოპოზიციაში, მაშინ მოეჭიდნენ ბოლომდე უშუალოდ რუსოფობიას. იმიტომ რომ რუსოფობია არის მათი ერთადერთი იარაღი, რომლითაც შეიძლება იარსებონ. რომელიც არის კარგად დაფინანსებული, თელ მსოფლიოში დაფინანსებული, ახლა მარტო საქართველოში არა, თელ მსოფლიოში დაფინანსებულია, რომ ახლა მე ევროპაში ვიმყოფები და განსაკუთრებით 2022 წლის მერე, როდესაც ჩაიკოვსკი მოიწვიან უარ როდესაც დოსტოევსკი მოიწვიან უარ, როდესაც ჩეხოვზე იწვიან უარ და მსგავს უამრავ ფაქტებს აღადგენ ევროპაში, არ უნდა გაგიკვირდეს ის, რომ ევროპის მიერ კოლონიზებული ქვეყნებში შეიძლება იყოს ესეთი რუსოფობიული გამოხტომა, მაგრამ საქართველოში ყოველგვარ ზღვარს გადაწყდა ეს ყველაფერი, სოროსის ფონდმა უშუალოდ აიღო საკუთარ თავზე ყველანაირი რუსოფობიის დაფინანსება და არის ეს აღვირახსნელი მემართულება. ნუ ეხლა ეს გასაგებია ჩემთვის და გასაგებია საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის, რომ რუსოფობიის ვირუსი, რომელიც კიდევ ბრიტანეთის იმპერიის ერთ-ერთი ძალიან მახვილი და ბასრი მახვილი იყო და გამოსაყენებელი იარაღი იყო, იყენებდა განსაკუთრებით კავკასიაში, რუსეთის მეზობელში, მაგრამ ამან განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ბალტიისპირეთში და 80-იანი წლების ბალტიური სინდრომი, რომელიც შემდეგ იქნა გავრცელებული სხვადასხვა ქვეყნებში, ფაქტობრივად გადმოვიდა საქართველოში. და გასაგებია, რაღაცა მე იმათი ინტერესები, ჩემთვის თურქეთის ინტერესიც გასაგებია, ბრიტანეთის, რუსეთისაც და ყველას, მაგრამ ქართული ინტერესი რა არის? ქართული ინტერესი რუსოფობია, ეს არის დამოუკიდებელი და გამანადგურებელი. იმიტომ რომ ჩვენ ვარ ქვეყანა, რომელიც უშუალოდ რუსეთის მეზობლად, ქეთქებაში რეგიონში
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს უშუალოდ ჯერ დაუსრულებელი კონფლიქტი და ვინმე სხვა რგონია, ეს გაყინული კონფლიქტები რო არის აფხაზეთში და სამაჩაბლოში, ეს დასრულებული ომია. ჩვენ არა გვაქვს რუსეთთან დასრულებული ომის ხელშეკრულება. არც საზავო ხელშეკრულება არ აქვს ამ ყველაფერს გადაგებული, მეყოფებით ომის პირობებში. იქაც მხარეს რუსეთს აქვს სპეციალური დოქტრინა, რომელიც დოქტრინაც ითვალისწინებს, რომ რუსეთის იმპერია თავისი მოქალაქეების დასაცავად ნებისმიერ დროს საქართველოს რუსეთ-საქართველოს ომის მერე მოხდა ეგ ყველაფერი, მიიღეს ეს კანონი 2009 წელს, რომ თავისი მოქალაქეების დასაცავად ბირთვული იარაღის ჩაფრთხილების გამოყენებაზე არის ვალდებული პირდაპირ. ამიტომ როდესაც ხდება საქართველოს ამ რუსოფობიის აკეზება, ეს იმას ნიშნავს, რომ აძლევს საშუალებას რუსეთის იმპერიას, რომ საქართველოში თავისი სამხედრო მანქანა მოიყვანოს მოქმედებაში და მერე რა მოხდება, იცი? როგორც ხდებოდა, ეს გაიქცევიან სარფის საბაგიროზე, გაიქცევიან წითელხილზე, გაიქცევიან, რა ვიცი, თბილისის აეროპორტით კისრისთეხით და საქართველოს და ქართული აღმოჩნდება რუსეთთან ჩართული ომში. არა და ქართველი ადამიანის ბუნებაში ფობია არასდროს არ ყოფილა ასეთი ერო. არც იყო რომ თბილისი ყველაზე ტოლერანტული ქალაქი იყო საქართველოში 26 საუკუნე ებრაელების და ერთი ანტისემიტიზმის გამოვლინება არ ყოფილა და რაში იყო ის საქართველოს 2008 წლის ომის დროს ძალიან კარგად გამოჩნდა რომ რუსი ჯარისკაცი რომელიც დაჭრილი იყო ქართველებთან შეტაკების შემდეგ ქართველმა დედამ გადაარჩინა შეიყვანა მოუარა დამპყრობელ ჯარისკაცს ქართველებს არ გადაარჩინა რუსეთს გადასცა შეეცოდა ადამიანურად დამპყრობელი მსგავსი პრეცედენტი მე უბრალოდ მახსენდება სოფლიო ომებში. აი ეს არის ქართველის ბუნება და ჩვენ რას გვეუბნებიან, იცი? რატო არ გეზიზღებათ რუსი ისე როგორც ესტონელს ეზიზღება, რატო არ გეზიზღებათ რუსი ისე როგორც ლიტველს, ლატვიელს, რატო არ გეზიზღებათ მაგალითად რუსი ისე როგორც ებრაელს ეზიზღება, არაბი და არაბს ებრაელი და რატო არა გაქვთ ეს ეთნიკური შუღლი და ეს უნდა გააღვივოთ. ეს უნდა გააღვივოთ. აი ამას გვეუბნებიან, გაუპავს ქვეყანას. იდე მომავალი ომი საქართველოს დაარქვეს საერთოდ პოლიტიკური რუკიდან. ეხლა ჩემოდის შენგან და ფანჯარა ხო არა ღიან რამე რო იყოს შიშინი ისმის. ეხლავე კი ბატონო თქვენ გააგზელეთ და მე ეხლავე დაგიბრუნდებით. კი ბატონო დაგელოდებით დიდი სიამოვნებით. ეს რეალობა რა გვაქვს. ეხა ერთ რამეს ვიტყვი ერმილე რომ მე ერთი რამე უნდა ვუთხრა მაყურებელს შევახსენო. ერმილე ნემსაძე გახდათ ის ადამიანი რომელიც თავად რუსების წინააღმდეგ იბრძოდა 2008 წელს. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს არის ადამიანი რომელიც პრაგმატულად უყურებს სიტუაციას და თვლის რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები უნდა აღდგეს. და ასე უნდა ფიქრობდეს თითეული ადამიანი. და არა ისე როგორც ზოგიერთი ვაი მებრძოლი ლაპარაკობს რომ ისა ანწუხელიძე გახსოვს ის ტატუნაშვილი გახსოვს ბიჭო ანწუხელიძე და ტატუნაშვილი რომ ახსოვს იმიტომ მინდა რუსებთან დავალაგოთ ურთიერთობები რომ იმათი ოცნება ავიხდინოთ ჩვენ და ცხინვალსა და სოხუმში ქართული დროშა აფრიალდეს და ქართული დროშის აფრიალება მოლაპარაკებების გარეშე ვერ მოხდება და ესენი კიდე ჩვენ გვიკიჟინებენ, ესე იგი ჩვენ გვრაცხავენ მოღალატეებად და თვითონ რო აგინებენ რუსებს, გონიათ რომ გინებით რუსეთი ბოდიში ტერიტორიებს დააბრუნებს. აი სამარცხვინო ხალხია, არ ვიცი რა. ასეა. რაშია იცი ნიკოლოზ საქმე? ამათ მოაქვთ ისე ეს ყველაფერი, რომ ომი ვითომ საერთოდ დედამიწის ზურგზე მარტო საქართველოს და რუსეთს შორის ყოფილა. ხალხო იცით რამდენი ტატუნაშვილი და იცით რამდენი ანწუხელიძე ყოლიათ ფრანგებს და ინგლისელებს ერთმანეთთან? იცით რამდენი წამებული და რამდენი უბედურება ქონიათ გინდა რუსეთს და გერმანიას ერთმანეთთან? იცით რამდენი ჯოჯოხეთი ქონიათ ებრაელებს და გერმანელებს ერთმანეთში, მაგრამ ჰოლოკოსტის შემდეგ 35 წლის თავზე გერმანიას და ისრაელს ერთმანეთში ისეთი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა დღეს ერთმანეთის ფასი არ აყავთ არა. ჩვენ არა ვართ გამონაკლისი. კაცო აზერბაიჯანელი და სომეხი რიგდება. გერმანელი და რუსი შერიგდა. ამერიკელი და იაპონელი შერიგდა. ატომური ბომბით და დაბომბვა განხორციელებული. ჩინელი და იაპონელი შერიგდა, როდესაც
იმ დონეზე იყო ჩინელების გენოციდი იაპონელების მიერ, რომ ტყვის გასროლა კი სამარცხვინო თითლებოდა იაპონელი ჯარისკაცზე, ტყვის ფასიც კი არ ღირსო, ჩინელიო ხმლით მოაჭერით თავიო. ჩვენში რა ხდება? მე სხვათა შორის ნიკოლოზ გუშინძე მქონდა ვიდეო ლაივი, როდესაც განვაცხადა და რაღაცნაირად დაემთხვა დროსა და სივრცეში, არ შეიძლება მე დამაბრალონ ახლა იმ ყველაფერი, რომ ჩემ სიტყვაზე მოხდა ამათი ცალტვინა ამბავი რო ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა ასე არ არის. რუსეთიდან აიკრძალა საქართველოში გზავნილები, ფულადი გზავნილები. კი, კორონათი, სალატაე კორონა. კი ბატონო, ფულადი გზავნილები, სხვა პრაქტიკულად არცაა დარჩენილი. ფულადი გზავნილები, რომელიც ბოლო 35 წლის მანძილზე ქლიანად უავიღოთ, რაც ფული არის საქართველოში ფულადი გზავნილებიდან შემოსული, დაახლოებით 40%-ს მაინც შეადგენდა, ხო? მე ზუსტად არ დამითვლია ყველაფერი. მთელი მსოფლიოდან აღებული და მარტო რუსეთიდან აღებული, ხო? ბიჭო, უცებ დემონსტრირება განხორციელდა უცებ ეგრეთ წოდებული ლოკდაუნის. ბნელი-დატკბილი 90-იანები დაბრუნდა. ხალხმა შევარდნილი სურათები დააბრუნა. სადღაც მოხდა დივერსია. ეს ხო გაფრთხილება არის. ეს ხო პირდაპირ მითითება არის, რომ ჭკვიანად იყავით. თუ არა, რაც არის, იმაზე უარესი შეიძლება იყოს. და მე ვსვამ კითხვას, აი ელემენტარულ კითხვას ვსვამ. ვის აწყობს ეს ყველაფერი? ვისთვისაა ეს ყველაფერი, კარგი? მე გამოვდივარ ინიციატივით, აი ყველაზე მეტი უბედური რუსოფობი რო არის, ხო? აი რა ვიცი 1000 რაღაცები რო ლანდება თავში, მე გამოვდივარ ინიციატივით, ახლავე გამოვაცხადოთ და დამეთანხმოს ეს ხალხი, ამ ხრიდან თუ არა, იმ ხრიდან მაინც პუტინმა მაინც საქართველოს და რუსეთმა შეწყვიტოს ერთმანეთთან ყოველგვარი ეკონომიკური, ყოველგვარი ენერგეტიკული, ყოველგვარი ტურისტული, აბსოლუტურად ყველანაირი კავშირი. აბსოლუტურად, არც ერთი წვეთი ღვინო არ გაიყიდოს რუსეთში. არც ერთი რუსი ტურისტი არ შემოვიდეს საქართველოში. ერთი კაპი კი არ შემოვიდეს რუსეთიდან გადმორიცხული თანხის. აიკრძალოს ნავთობი, გაზი, ხორბალი, რა ყველაფერი რა, რაცა რომელიც მეორე თუ ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა რუსეთი. და მე ვარ ამის თანახმა. და იგრძნოს ამ ხალხმა საკუთარ თავზე თუ რასაც ითხოვენ. ხო უნდათ სანქციები. ხო უნდათ რუსეთის გარეშე ცხოვრება. ხო სულ აბა რამის რო შეეკითხები? აბა აფხაზეთი? აბა სამაჩაბლო? აბა ანწუხელიძე? აბა შარტავა? ბიჭო, შეკაიდეთ მამიშვილო. თუ შენ ამის მომხრე ხარ, რატო არ ითხოვ ამას? არა, ამათ რა უნდათ, იცით? ამათ უნდათ ფულიც იშოვო რუსეთიდან. თვითონ ძალიან კარგი იმპორტ-ექსპორტი ქონდეთ და სხვათა შორის გადავს ჩემზე უკეთესად იცი, ახლა შენ რუსეთში ხარ და ჩემზე კარგად იცი, რომ მაგ მცხოვრები ბრჭყალებში ქართველები პირდავარნილი ნაცები არიან. ეგრე სასწაულს ერთი მოიძებნე ქუჩაში ძმაო შენ რო გეუბნებით სადღაც ერთი ყობანაყოფია იქნება ერთი გიმო აქვს დამთავრებული თავარი ყულაბა ნაცმოძრაობის და მე მომხრე ვარ ამის იმიტომ რომ შენ მე ჩვენ რო გვწამებენ რუსეთუმეობას ჩვენ რო გვწამებენ რაღაცა უბედურებას ჩვენ არც ბიზნესები გვაქვს არც შემოსავალი გვაქვს არც ფული გვაქვს მაგათგან და ფული და შემოსავალი და მილიონები და მილიარდები აქვს მაგათ ხო და გამოვიდნენ და თქვენ ამათ როგორ უნდათ აბა მილიარდები ისოონ და ვისგანაც ჩაულობენ ეთნიკური ნიშნით ეს ხალხი ამცი რომ მე არ მინდა რომ ჩემ ერს გაუწყდეს სახელი მე არ მინდა რომ ქართველი იქნას და ქართული სახელმწიფო იქნას წარმოჩენილი როგორც ფაშისტი როგორც მოძალადე როგორც ეთნიკური შუღლის შენ გონია ამას ივიწყებენ არავინ არაფერს არ ივიწყებს თითოეული წერტილმძიმე არის ჩამახსოვრებული და საჭირო მომენტი რო დადგება ამას ყველაფერ სახელმწიფოს და ქართველებს შემოუბრუნებენ და ესენი როგორც ჩაულობენ აქეთ ამ ხრიდან და იქეთ ამ ხრიდან ფულს ისე გააგრძელებენ ფულის შოვნას გემრიელადაც იქნებიან რა იკითხოს გაჭირვებული შვილმა ომი თუ მოხდა ნახოთ ერთი ჩემო ძმაო რო არ შემოვა რუსეთიდან კაბიკი ფული საწვავი არ შემოვა ხორბალი არ შემოვა ტურისტები ფულს არ შემოიტანენ თუ იქნებიან ეს ხალხი კმაყოფილები კი ბატონო ახლა მე არც ასტუმრო მაქვს არც ღვინის ბიზნესი მაქვს არც გიდების ისა მაქვს არც მანქანების გაქირავება მაქვს და არც არაფერში ჩემთვის იქნება თუ არ იქნება არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ძმაო მაგას პირადი მოგებიდან მე არასდროს არ ვლაპარაკობ არ მაინტერესებს სამშობლოს ეხება საქმე და სამშობლოს ინტერესია და აღარა მაქვს უკვე საუბარი იმ ბიზნესებზე და იმ სხვა უამრავ რაღაცებზე რაც ხდება არ ვიცი მე ამას ასე უყურებ შემოძმავ და ახლა ვისაც როგორ უნდა ისე შეხედოს მას
ყველაზე ცუდი რა არის ცირმილე, აი სამწუხაროდ ამ ხალხს გონიათ რომ აი საქართველოს ისტორია არის ისეთი ფურცლებით რომ მტერს უნდა ლანძღო აგინო და ამით ერთიანდება ტერიტორია. დავით აღმაშენებელი, გიორგი მწყინვალე, ყველა დიდი მეფეები ხარკს უხდიდნენ იმას მტერს სანამ დადგებოდა გაერთიანების დრო. ბიჭო, ეხა ეს გინებებითა და ლანძღვით რომ ერთიანდებოდეს ქვეყანა, მაშინ აქამდე ჩვენ მილიონჯერ გაერთიანებული ვიქნებოდით, ხო? ესე იგი, მე არ ვიცი, ეს ავანტყოფი ხალხი, აი, ეს ამ სოციალურ ქსელში ესე იმ დღეს ეხლა მე ბოდიში მოუხადე რუსებს, რომ ჩვენ არა ვართ მეთქი ეს ის ხალხი და მეგიხდით ბოდიშ პირადად იმ ხალხის მაგივრად, იმიტომ რომ ქართველი კაცის უკვე იმიჯი შელახვა ხდება. ვინც ეხლა აი მომავალმა თაობამ 25 წლის მარიცის რუსეთში, ბელორუსში ვინ არის ქართველი კაცი, იმათ გონიათ რომ ქართველი კაცი ხალხს ურტყავს, ესმის ძალიან ცუდი პიარი გაკეთდა, ძალიან ცუდი და მე მეშინია რომ რუსეთში ქართველებს არ დაერივნონ უკვე, იმიტომ რომ როდესაც ის ნახავს ამ სოციალურ ქსელებს და მე ქართველ კაცს დაინახავს, უკვე წარმოუდგება ის სურათი, რომ როგორ ურტყამენ მის თანამემამულეს ქალს ესენი და ვიღაცას გონია რომ ესე არ მოხდება, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს არის სენსიტიური თემა და იმის მაგივრად რომ ბოლო სახელმწიფომ რაღაცა ნაბიჯები გადადგას 5000 ლარა ჯარიმით გამოუშვეს. მე ადვოკატი ვარ და ეგეთი რამე პრაქტიკაში არ მომხდარა, საქართველოს სამართლებრივის პრაქტიკაში არ მომხდარა, რომ ასეთ დანაშაულზე კაცი გამოეშვათ გირაოთ. ვინ არ ცხვირი გაუტეხა ქალს და გირაუთი გამოუშვეს კაცო, ეგეთი რამე. ანუ ესე იგი, შენ აფასებ რუსოფობიის გაღვივებას საქართველოში 5000 ლარა. გაუტეხე ცხვირი ქალს და 5000 ლარად გამოგიშვებო რა. ეს მithwe რა. მე მინდა უბრალოდ ერთი რაღაცა ვთქვა, იცი? საერთოდ რუსოფობია იჯდება ძალიან ძვირიჯდება რა, ასე ითქმის რა. ესე იგი, სადაც მოხდა ეგრეთ წოდებული რევოლუციები, მოხდა ვადების რევოლუცია, მოვიდა სააკოვი, მიხეილ სააკოვი, რომელმაც დაიწყო ეს რუსოფობიული ქოლგა გაშალა, დროშა გაშალა და მიიღო საქართველოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვა. უკრაინაში მოხდა ჯერ ნარინჯის რევოლუცია, თუ რა ეძახიან, მე მაიდანი მოხდა, დაიწყო რუსოფობია, დაიკარგა ნახევარი უკრაინა. 20 მილიონზე არის უკრაინელი ხალხი დასული, არ ვიცი რა, ეს დემოგრაფიული კატასტროფა და კოლაფსია, იდიოტები რო ლაპარაკობენ, მიწით ვერ წამოვიდა, 3 წელიწადი იდგა პირველ მსოფლიო ომში დასავლეთის ფრონტი. კილომეტრით არ წასულა, მაგრამ 10 მილიონი ადამიანი შეეწირა და ბოლო იძულებული გახდნენ ქვეყნები რომ დაიმთავრებინა. 20 მილიონი დაიმთავრა. მოხდა იქაც, მოვიდა ფაშინიანი, დაიწყო რუსოფობიული გამოხტომები, დაიკარგა. ომი წართმეული ჰქონდათ, არასწორად ჰქონდათ, მაგრამ ტერიტორიული პრეტენზიები შეიძლებოდა სხვანაირად გაყოფილიყო, მაგრამ დაიკარგა ის რაც ჰქონდათ. ესენია გავუწევთ სხვა ასევე იგივე ყირგიზეთში, იგივე ტაჯიკეთში მომხდარი ცუდი ამბები, რაც ძალიან ცუდი შედეგები მოხდა. მოყვა. მთელი ბალტიისპირეთი არის ნატოში. დღემდე აქვს კანტალი, იმიტომ რომ მათი რუსოფობიული პოლიტიკიდან გამომდინარე, კარგად იციან, რომ ხვალდაზე სუალის კორიდორის მიზეზით რუსები აუცილებლად იმოქმედებენ. დადგება ეს დრო. ყველაფერს ამას თავისი ეტაპები აქვს. ჯერ საქართველოს, მერე უკრაინა, მერე ბალტიისპირეთი, მერე ეს ყველაფერი მიდის, აი დღესაც აგერ წივილ-კივილი აქვს ატეხილი, რომ რუმინეთის საჰაერო სივრცეში ჩამოვიდეს რუსული დრონები. მე რამდენი შემთხვევაა. მე სადა ეგ ნატო, რომლის საჰაერო სივრცე ერთხელ დაარღვიეს, ორჯერ დაარღვიეს, კი არა, თავდასხმა დრონების შეჭრა პირდაპირ ქვეყნებს. რატო არ იღებს ხმა? ერმილე, ბოდიში, შენი ხმა იკარგება, მაყურებელიც წერს. აი, ცოტათი ან დაშორდი კამერას, ან ახლოდი, იკარგება კამერაში ხმა. ეგ უფრო ინტერნეტის ბრალი არის, ეს არა ქვია, ვიდრე. აი, ახლა კარგად ისმის. აი, ასეთი დისტანციიდან ილაპარაკე, იმიტომ რომ შორს რომ მიდიხარ, ეთყობა იკარგება ხმა და ახლოდან ილაპარაკე. ხო და იგივე ხდება ბალტიისპირეთის ქვეყნებში. უკვე
პორტებზე და ყველგან და სამგვრისპირა ზონებში ყველგან აქვს დრონების ნიშნები უნდათ ამ ქვეყანაში იგივე ხდებოდეს. მე ისი ერთ რაღაცაში მაქვს აქ. კარგი, რუსეთი კარგი ოპოზიცია კარგი სპეცსამსახური. ბიო, სადა ჩვენი ქვეყნის უშიშროება. გასულ თქვენი კურსელი იყო როგორც ვიცი ბატონი გენერალ მაიორი მდინარაძე. დილას რომ მაიორი იყო და საღამოს პოლკოვნიკი. აბა ეს საფასონებულები. შენ და მე ციხეს გვაშენებდნენ თავზე. რას ქვია დავიწყაროთ საქართველოს 8 წლიანი მეფე მიჭერდნენ ეხი კურსში აღვივე. ქუთაში გარდა ომის პროვოკაციას აქვს. ფაშისტურ გამონათქვამებს პირდაპირ ლანძღვა გინება ქვეყნისთვის მოაქვთ ეკონომიკური ზარალი. ეკონომიკური საერთოდ აფასი უბედურება და გასაგები. ეხლა რა არის მე იქნებ ხმა გამოასწორო ერმილე და მე მანამდე ჩავერთვები ხმის პრობლემაა მაყურებელი წეს და მე ერთი რამე მინდა ვთქვა მეგობრებო რომ იცი რა შეასაქმე ჩვენ თუ გვინდა შემოგვიერთა ერმილე რომ ქვეყანა საერთოდ ქვეყანად დარჩეს ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა თუ არ აღმოვხარით რაც არის ეს რუსოფობია საქართველოს კიდე დაკარგავს ტერიტორიებს და ეხლა მაყურებელი წერს სამტრედის რკინიგზის გადაკეტვით დაიწყო რუსოფობია მანამდეც დაიწყო როდესაც ჩვენ რუსეთის დამპალი მოდერნიზებული იმპერიის ძახილი დავიწყეთ ჩვენ რუსეთის იმპერიის ნაწილი თვითონ ვიყავით ესე იგი ჩვენ თავს ვაგინებდით აი იმას რო ყვიროდით რომ ძის დამპარი რუსეთის იმპერია ჩვენ თავს ვაგინებდით აი ახლა აგერ მე ბელორუსში ვიმყოფები და აქვე არის აგერ ახლოს უნდა გითხრათ რომ ესე იგი ბორისოვოსთან ახლოს არის მინდორი სადაც ნაპოლეონის უძლეველი არმია დაამარცხა სუვოროვს და 18 ქართველი გენერალი ბრძოლობდა ასეულობით ქართველი იბრძოდა აგერ თვითონ ბოროდინოს ველი არის რუსეთში სადაც იქ დაიღუპა ჩვენი დიდი სახელოვანი გენერალი ბაგრატიონი ჩვენ შევწირეთ უამრავი ორბელიანები რა ვიცი მე აქვე არის დანსკოი მონასტირი სადაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები არის დასაფლავებული და მათ შორის არის ბაგრატიონი რომელიც იყო პეტრე პირველის არტილერიის უფროსი ბიჭო ამ იმპერიის ნაწილი ვიყავით იმ საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით იმის მაგივრად გაჯგიმულები ვიყოთ და ვთქვათ რომ დიახ მე ვარ სამართალმემკვიდრე ვიდრე სხვები არიან იმიტომ სტალინი ბერია იყვნენ ქართველები ერთხელ გამოვედი მე ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში და თქვი რომ არა ქართველები მეთქი რუსეთი შეიძლება ამ სახით არც ყოფილიყო მეთქი იმიტომ რომ სტალინმა მოიგო სამამულო ომი და ბერიამ შექმნა ბერიას ხელმძღვანელობით შექმნა ეს ატომური ბირთვი და რუსები კი არა ზოგიერთმა twinagzoba ქართველმა ესო ცოტა ისეთი ხმამაღალი განცხადება არის ესე იგი მე მთელი 15 წელია იმაზე ვლაპარაკობ რუსეთს რა დამსახურება აქვს საქართველოზე მაგრამ ჩვენი ბრალი ის არის რომ ჩვენს როლს ვაკნინებთ დღეს რუსეთში სამწუხაროდ ქართული ხმა არის მის ქართულ-რუსული ურთიერთობების ხმა არის მის ზოგს გონია რომ Facebook-ზე რო გამოჩნდება სადღაც ინტერნეტ ტელევიზია ეს არის რუსულ-ქართული ურთიერთობა რაღაც 1-2 წელი კაცმა ხმა მოიღო და გონია რომ რუსულ-ქართულ პოლიტიკას აკეთებს ისიც მოსკოვიდან 15 წელია მუხჩა უდრეკოლა ვაკეთებ ამ საქმეს და არასდროს არ მიჩვია მე უბრალოდ აღნიშნავ ამას იმიტომ რომ ზოგჯერ აღსანიშნია იმიტომ რომ თავს რო გესხმიან ხო და ქართულ-რუსული ურთიერთობები არც მოსკოვში სახინკლეში წყდება ცენტრალურ გამზირზე და არც Facebook-ში წყდება ეს წყდება თბილისში მოსკოვში ოღონდ კაბინეტებში ოღონდ შეხვედრებზე პირველ პირებთან ოღონდ პარტიული საქმიანობით ესე იგი გამოდის ხალხი რა ვიცი მე ტანკებზე ამხედრებული და მე ყურდღლებივით მას რა ქვია საჩივრებს წერენ მეო მეშინიაო დამიცავითო შედალოცულო ტანკზე თუ გაქვს ასვლის თავი იმისი თავიც უნდა კონდეს რომ აიტანო ჩემი სოციალური ქსელი რო ნახოთ ეხლა მესენჯერი უამრავი ისინი არის მუხარები გინა თეთრი იმე ქართული ლეგიონიდან დაწყებული გინა შავი ლეგიონიდან დამთავრებული
ყურადღებაც არ მომახვილებ ამ ყველაფერს და რა ვიცი მე თუ ბიჭო ის მისი არის ხო ქართული ფილმი როა ხო იცი ის ლომათ რო გადაიქცევა იმათ რო გადაიქცევა ვეფხვათ გადაიქცევა და ლომს რომელსაც თაგვის გული აქვს ის თაგვად რჩებაო და რაც არ უნდა ტაგზე აბობღდე ბიძიკო მაინც ერთი ყუანა ბოდიში და გამოიმესახარ რა ქვია სამარცხვინო არსება რა და აი დღეს ქართულ რუსულ ურთიერთობებში უყურე რა ხდება მე ვაკვირდები პროცესებს გამოჩნდება ვიღაც ადამიანი ხალხს გონია ვაიმე ქვიშველის ამ დროს გაქრება ისა რა ქვია იმ წუთასვე გამოჩნდება მეორე გაქრება გამოჩნდება მესამე გაქრება არავინ არაფრის გამკეთებელი არ არის და არც გამოჩნდა რუსეთიდან ადამიანი რომელიც ისა და ესე იგი ხალხს ბიჭო სისხლი დაანთხია ოფლი დაანთხია უამრავი რამე გააკეთა ქართულ რუსული ურთიერთობებისათვის და აი ამ ხალხს რო გვერდში დაუდგნენ იგივე რუსეთიდან იმისი ეს აი რაღაცა გარკვეული რაღაცა ვითომ ქართულ რუსული ურთიერთობებზე მოჩვენებლები იმის შნოცა აქვს ეხა გულბაդ ცხილაძე შენსაც იცნობდი ბიჭო კაცი თუ იმას აცხადებ რომ გოსდუმაში ავტორიტეტი გაქვს და გოსდუმაში საათშეზე ასწორებენ თუ იმას იძახი რომ იმას ვიცნობ ამას ვიცნობ ერთი სიტყვა როგორ ვერ დაასრულე იმ დეპუტატები ვერ შეკრიბე ისთვის გაქვს ეს ნაწილობა მე ავდექი ერთი რაც ჰქონდა მანდატი იმისი რომ დამესვა კითხვა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერისათვის და საინფორმაციო თვითონ რექტორის აი ამ ინფორმაციის სააგენტოს ხელმძღვანელისათვის დავსვიდა ოფიციალური ზახაროვამ კი არ თქვა ის ოფიციალური რუსეთის პოზიცია გაჟღერდა რომ გულბად ცხილაძეს ისინი აფასებენ დადებითად რომ ეს ადამიანი არის რუსულ-ქართული ურთიერთობების მებაირახტნე რომ ეს კაცი არის პატიოსანი კაცი და მე რაც შემეძლო გავაკეთე გადაცემები გავაკეთე რუსეთის პოზიცია დავბირი ხალხი ზის იქა ხო და ბოდიში და ვიღაცა თალებს ფული გადაურიცხე ისა რა ქვია ტანგზე ამხედრებული რაღაცა წითელ-ყვითელი რა ქვია რაღაცა რაღაცა ფერად-ფერადი კიბითი ფეხსაცმელები წამოჭდებიან ბოდიში ყველაზე უბედურება რა არის აი ამ ქვეყანაში და საერთოდ აი ფარისევლობა ესე იგი ნარკომანი ვარჯიშობს იმიტომ რომ თავისი ნარკომანობა დამალოს ხდალი ტანგზე არის ამხედრებული იმიტომ რომ თავისი ფარისში თავისი მართლობა დამალოს ურწმუნო პატრიარქთან მიდის იმიტომ რომ თავისი ურჯულოება ესკნას დამალოს სამშობლოზე ვინც ლაპარაკობს ყველაზე მეტად სამშობლოს ეზიზღება აი დააკვირდი თუ ესე არ იყოს შენ იმიტომ რომ ბიჭო შენ თუ სამშობლო გიყვარს თუ შენ პატრიარქს პატივსრებ შენ თუ მაგარი კაცი ხარ კაცი რომელიც არაფრის გამო დაიჭირეს იმის გამო კაბინეტ უვლიდი მაგრამ შენ ხარ ბოდიში და ერთი შნირი რომელიც ასრულებს რაღაცა ვიღაცის დავალებას და არაფერს არ წარმოადგენს და ამიტომაც მალე პროექტი რაღაცა შნირი დასრულდება და ასეთი სიტუაცია რო გვაქვს ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე იმიტოა თორე ბიჭო ვიძახი კაცი ბიზნესმენი ვარ ისა ვარ და კაბინეტი არა გაქვს და რესტორანში სახინკლეში მეხუთე მასე რა ქვია მაგიდაზე ისვამ კაცს ოფისი არა გაქვს თბილისში პარტიის ოფისი არა გაქვს ტელევიზია არა გაქვს ყველაფერი რასაც მოკიდე ყველაფერი ჩააფლავე ყველას დაუპირისპირდი ყველას ეჩხუბე ყველა გადაიკიდე ვინ და ესეთი ხალხი არის ქართულ რუსულ ურთიერთობებში და იმიტომაც არის რუსოფობიაც იმიტომაც არაფერი არ მიდის წინ მოდი მე ორ ნაწილად გამოვეხმაურები ამ ყველას მაგრამ ეს ეხლა ვიღაცა იტყვის იმას იგულისხმი ამას ეს ძალიან ბევრი ადამიანს ეხება ეს ეხება ძალიან ბევრ ადამიანს აბსოლუტურ უმრავლესობას და აბსოლუტური უმრავლესობა ახლა პროცენტებში თქვენ გადაიყვანეთ რამდენი არა მე ორ ნაწილად გავყოფდი ახლა ამას გამოვეხმაურებოდი ქვემოთ კომენტარსაც და სამტრედიის რკინიგზის პრობლემა სხვათა შორის მრავალპარტიული არჩევნების გამო იქნა გადაკეტილი და რუსოფობია იქ არაფერს შუაში არ იყო. თუმცა 80-იანი წლების პერიოდში რუსოფობიას ჭანტურიას და წერეთელის და ამათი კარგად გვახსოვს დღეს შემთხვევაში სხვათა შორის ის ვიდეო ნატოს ჯარების შემოსვლას რო ითხოვდნენ საქართველოში 9 აპრილამდე გამართულ აქციებზე ყველას კარგად ახსოვს. ეს ვირუსი საქართველოში მუსირებდა, ეს უზარმაზარი ძალა არის მუსირებს და იქნება მომავალშიც ამის ამოძირკვა ურთულესი პროცესი არის, მით უმეტეს როცა თაობებია გაზრდილი ზიზღში და სიძულვილში. ეს პრობლემაა ჩვენი.
ამას ცოტა სხვანაირი მოვლა ჭირდება და ამას ჭირდება პირდაპირ უსაფრთხოების სამსახურებიდან მოვლა. ზოგადად აქ რუსი არ არის აქ. არ არის რუსი იქნება თურქია, რომელიც მართლაც და 10 საუკუნოვანი ტერმინი ქართული გენოტიპის, ქართული გენოფონდის, ქართული სახელმწიფოებრიობის მართლმადიდებლობა. ყველაზე მეტი ომები გვაქვს გადასული თურქეთთან. ხო? მის მიმართად კარგი და ცუდი ყველა ერთში არის. რა ჩემი ბრალი არის, მაგალითად თუ სააკაშვილი არის ცუდი. მე რაშვაში ვარ. ივანიშვილი რაშვაში ვარ. რაშვაში არის რიგითი მოქალაქე რუსი ეროვნების ადამიანი თუ პუტინი, მედვედევი არ მოხდა შენ. ხო, არა აქვს მნიშვნელობა. არანაირ ლოგიკაში ეფარდება. მე და მეორე შემოძმა ვაკრო იძახიან და ძალიან გიჟ პატრიოტობაზე როდებენ თავს. საქართველოს ისტორია ძალიან კარგად წაიკითხონ. ძალიან საქართველოში ცხოვრობდა 700,000-დან 53% იყო სულ ქართველი. ეს არც აჭარა შედიოდა, არც ახალციხე შედიოდა, არც ახალციხე შედიოდა, არც ბურმის ნაწილი შედიოდა, არც ფოთი შედიოდა, არც აფხაზეთის დიდი ნაწილი არ შედიოდა. დანარჩენში. საქართველოს იყო ვიდრე დანარჩენი საქართველო და აი ამ დარჩენილ საქართველოში კიდე ხო 53% იყო ქართველი. ყოველწლიურად საქართველოსდან 12 ტყვე გაყავდათ. ეს იყო გემრიელი მონათა, რომელშიც ოსმალეთის იმპერია იყო აღმოსავლეთის განსაკუთრებული ესა რა ქვია, რომელიც უზარმაზარ ბიზნესში იყო საქმე. ამ ბიზნესში ქართული იყო, როგორც ქართული ისე აეროპირები. სოლომონ პირველი, როდესაც შეეჯახა ამ ყველაფერს პირდაპირ დედამ უღალატა, ბიძებმა უღალატა და აფხაზეთის კათოლიკოსი იყო, მაშინ ქართველი იყო ის. გადახედო. დააწერა, როდესაც ის გამომიძე პირიდანო და მოქვის ეკლესიის სასულიერო პირი ამაყობდა იმით, რომ 60 ტყვე ყავდა გაყიდული. ამ დედურებიდან, ამ შხამიდან და ამ გესლიდან, ამ დეპარტიალიზაციიდან დიახ საქართველოსი და კავკასიაში რუსეთის იმპერიის შემოსვლამ გადაარჩინა ქართველი ერი და ქართული გენოფონდი. მითელი როგორც ფათაშორის და მე არ ვიცი შენ ვინ შეგედავა, მაგრამ ეს პრემიერი რუსი რო შეგდავებოდა არ გამიკვირდებოდა ახლა, მაგრამ თუ ქართველები შეგედავენ ეს თალკე გასაკვირია. იმიტომ რომ რო არ ყოფილიყო იოსებ სტალინი და რო არ ყოფილიყო ლავრენტი ბერია, მათ მარტო საბჭოთა კავშირი და რუსეთი კი არ გადაარჩინეს, კაცობრიობა გადაარჩინეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში რუსეთი. ქართველები რო არ ყოფილიყვნენ. რუსეთი ნამდვილად არის არსებული. მე ეს ჩემი შეხედულება. შეიძლება ქართველი რო არ გადაჭერებული, არაფერი გადაჭერებული არა ეს. ეხლა რა შეიძლება ამ ხალხს ვითომ და ქართული ურთიერთობების ცოტა დისტანცია დაიცავი, ახლოს რომ მოდიხარ, ხმა იკარგება უფრო, მე მგონი, აი ცოტა შორიდან დაილაპარაკო. კი. ხო, ასეთ შემთხვევაში მე ერთი რაღაცის თქვა მინდა. ჯო, მე თავიდან მიკვირს ადამიანების ხალხი 40 წელს მიატანეს, 50 წელს მიატანეს ისე ამ ხალხს სამშობლოსთვის არაფერი არ გაუკეთებია. ეს ხალხი სადმე არ ყოფილა. არასდროს ხმა არ ამოუღიათ და 50 წლის ასაკში შეუყვარდათ სამშობლო. მე არ მჯერა ჯერ ზოგადად ესეთი პატრიოტების, ესეთი თავდადებული მამული ფილების და არ მჯერა მე ზოგადად ასეთი ადამიანების ზრახვების სამშობლოს მიმართ. ეხლა რა შეიძლება განაცხადოთ? სამწუხაროდ, მოგოლოს 90-იანი წლები მოყოლებული ქართული ლობი უნდა არავის არ ქონია, ხო? იგივე ბიზნესმენები, თუნდაც კრიმინალური სამყარო აიღე, ყველაფერში ქართველები დომინირებდნენ. საქართველოსთვის რა გააკეთეს? ნოლი. გასაგები. ერმინე. ვითაც დავასრულებ ახლა. დღესდღეობითაც შემოძმაო. ეგ ხალხი არიან მოსული პოლიტიკური ბიზნესისთვის და აკეთებენ პოლიტიკურ ბიზნესს. ხელისუფლებას იკეთ. და ხელისუფლება საქართველოში იწევს გულბათისნაირ ადამიანებს და რუსეთს აგენტობას ამალებს და ვინც საქართველოს გულბათო ხუთში დარბიან ლაზღვაგინებით იმათ შენჭირიმე შენგენასო. გასაგები. მე მინდა მადლობა გითხრა, მე მინდოდა უფრო მეტიც ვესაუბრა ჩვენ, მაგრამ
სამწუხაროდ ხმა იკარგება და ანუ ხალხი ვერ გებულობს ბოლომდე შენ ნათქვამს და ამიტომ იმედია რომ მე გამოვასწორებთ ამ ხარვეს არ ვიცი ეს ინტერნეტის ბრალია თუ ეხა მე ბელორუსიდან გიკავშირდები საფრანგეთში ხარ შენ და შეიძლება რაღაცა მაკუთხით იყოს პრობლემა იმიტომ რომ რაღაცა მაგი მიმართულებით და ამიტომ შემდგომში უკვე უფრო რაღაცნაირად შევეცადოთ უფრო რაღაცა სხვა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი და რაღაცა ჩანაწერი გავუშვათ ან რაღაცა რომ პირდაპირ ეთერი უფრო ეხება ხარვეზიანია. ანუ წარმატებებს გისურვებ ფერმილე და რა ვიცი იმედია რომ მართლაც გამოსწორდება ყველაფერი. მე ვფიქრობ რომ თუ საქართველოში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ არ მიეხედა საქართველოს მომავალი ძალიან მძიმე იქნება, იმიტომ რომ შენ თუ ამხელა მეზობელთან ვერ დაალაგე სიტუაცია. აი ახლა წაგე გაჩლიმათ YouTube და ესე იგი სულ ესე იგი უარყოფითი მიდის საქართველოსზე ლაპარაკი, რომ ესე იგი ვიღაცებს აწყობდათ ეთქობა ეს პროვოკაციის მოწყობა, რომ შემდგომში საქართველოს გაშავებულიყო. დაემშვიდებოდ ბიზიკოვეთ ტურისტოებს, დაემშვიდობეთ ღვინის გაყიდვას და ეხლა ადექით და იმ ინდოელებთან, არაბებთან ერთად იმ სასტუმრებში გაატარეთ ერთი რაღვინოს გაგისაღებენ და რა სასტუმროებს გემასიზამენ და მე ის პუტინის ისინი სალანძღავი სიტყვები იხმარეთ იქა. აი თქვენ სამართლებრივად. კარგით, აბა და წარმატებებში. გაიხარ. კარგად ნიკოლოზ, დროებით. მადლობა აუდიტორიას. გაიხარ.